პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში გრძელდება. შეხვედრები დღესაც გაიმართება. მათ შორის დაგეგმილია აუდიენცია უნგრეთის პრეზიდენტთან. მანამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. მიმართულებით ჰქონდა სიღრმისეული დისკუსიები. პირველი ეს იყო, რა თქმა უნდა, ორხრივი დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მეორე ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, მისი ახალი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გავლენა ევროპულ და გლობალურ პოლიტიკაზე და რა თქმა უნდა აქ საქართველოს როლსა და შემდგომ ნაბიჯებზე და მესამე ეს იყო გეოპოლიტიკური ცვლილებები და ამ ცვლილებებში ასევე საქართველოს და უნგრეთის როლი და ადგილი და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ჩვენ ორმა ქვეყანამ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი დაძაბულობა და ნეგატიური ასპექტები ამ პროცესების. უნგრეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრები სწორედ ამ ორ განსაკუთრებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრების გაგრძელება იქნება ასე ვთქვათ და შევაჯამეთ ამ განვინაბიჯებს. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საქართველოს გქონდეს ძალიან მყარი პოზიცია და ჩვენი პოზიცია ასევე გათვალისწინებული იყოს დიდი სახელმწიფოების მიერ მოლაპარაკებების დროს. ამ მხრივ უნგრეთის და განსაკუთრებით ბატონი ორბანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას უსმენენ ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში. შესაბამისად ის შეგვირდა რომ საქართველოს საკითხები, ასე ვთქვათ, მის მიერ ასევე იქნება პრიორიტეტულ საკითხებად დაყენებული. უნგრეთის პრეზიდენტს ზუსტად ისეთივე უფლებამოსილებები აქვს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისად ეს არის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ცერემონიული უფლებები აქვს. მასთან ძირითადად საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომელიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას. საინტერესო შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ორბანთან, მათ შორის პირისპირ შეხვედრაც. თავარი სულისკვეთება ჩვენი შეხვედრის იყო იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უნგრეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ მიმოვალ გზაზე იქნება მათი მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს სამართლიანი, დაფუძნებული ფაქტებზე, დაფუძნებული შედეგებზე, დაფუძნებული მიღწევებზე და არა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობებზე, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ესაა ჩვენ ვაკვირდებით სამწუხაროდ ბოლო პერიოდი. ნახეთ წინასაარჩევნო დღესაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოების ხელისუფლებების წარმომადგენლები პირდაპირ იყო ჩართული უკანონოდ საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამას რა თქმა უნდა არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს. პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა ასევე საუბარი, რა თქმა უნდა, იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ ხედავთ ნელ-ნელა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებს და არის ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ჩვენ უნგრეთის ხელისუფლება, ისე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომლებიც აქამდე ვცდილობდნენ რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გარკვეული კლიშეებში მოიქციათ საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოიქციათ მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები და დღეს ვხედავთ როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღის წესრიგის. ისინი რომელიც გუშინ გვიმტკიცებდნენ რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ხედავთ ერთმანეთს ასწრებენ რომ ყველამ თქვას რომ არის ორი სქესი ქალი და კაცი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აგვიღვთვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გზაზე, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა მთავრობებს შორის ურთიერთობის მხრივ და იცით რომ არის ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს და უნგრეთის შორის, მათ შორის ეკონომიკური საბჭო, რომელიც იმართება ყოველწლიურად და წელსაც იქნება, რა თქმა უნდა, ასეთი საბჭო და ჩვენ ეს სტრატეგიული ურთიერთობა უკვე ახლა პარლამენტებს შორისაც გვაქვს იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ და ესეც გულისხმობს, რა თქმა უნდა, რომ საკანონმდებლო პროცესში ჩვენ ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ უნგრეთის გამოცდილებასაც გავეცნოთ და მათი მხარდაჭერა და დახმარება გქონდეს. აი ამ გეოპოლიტიკურ турბულენტობაში შენარჩუნება სიმშვიდის იმისთვის, რომ ჩვენ თავარ მიზანს არ შეერთხეს, არ შეექმნას 1 გრამის საფრთხეც კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამისკენ არის ყველა ჩვენი ფიქრი. გამოხატავს მეგობრობას, ერთობლივ თანამშრომლობას და საერთო მიზნებს, რომელთა მიღწევასაც მომავალში ვგეგმავთ.
ასევე იმედი მაქვს, რომ ის იქნება პრაქტიკული ჩარჩო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობისთვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით შევეცდებით უზრუნველყოთ ზომები და ინსტრუმენტები საქართველოს ინტეგრაციის, განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების კუთხით. მინდა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს სრულ მხარდაჭერას მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მხარს დავუჭერთ მის განვითარებას ქვეყნის უფლებების პატივისცემით, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ისე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ზომა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა საქმეებში და ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში ჩარევისკენ მიუღებელია. ჩვენ გვესმის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. რადგან ჩვენც ვაწყდებით იგივე გამოწვევებსა და თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და არა მხოლოდ კანდიდატები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნების პრინციპები იყო. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერენ ამ პრინციპებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ გარედან ვხედავთ საქართველოს შიდა განვითარებას, ვხედავთ მყარ ეკონომიკურ ზრდასა და გაძლიერებას. მთავრობის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიიღწევს მიზნებს ამ აწლეულის ბოლომდე და გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და მხარი დაუჭიროთ მის მცდელობებში. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც თვლის, რომ ეროვნული სუვერენიტეტი არის ერთ-ერთი უმაღლესი პრინციპი და ღირებულება უნგრეთის მსგავსად. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ წარმოიშვა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიც ჩვენი ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. უკანასკნელ წლებში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი კავშირების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანეთ, რასაც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის დადებითი შედეგები მოაქვს, რის ფარგლებში მე და ჩემი კოლეგა შევთანხმდით საპარლამენტო მიმართულებითაც ჩვენი ჩართულობის კონსოლიდაციაზე. დღეს ჩვენს ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გავაფორმეთ. ჩვენ აგრეთვე შევთანხმდით ევროპული პოლიტიკური პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობაზე. შეხვედრის ფარგლებში მე ასევე ვისაუბრე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებზე და ხაზი გავუსვი საქართველოს მიზანს 2028 წლამდე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები 90%-ით განახორციელოს. მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ეს შეთანხმება ჩვენი მთავარი გეგმაა, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება. მადლობას ვუხდით უნგრეთს ამ პროცესში ჩვენი დახმარების მზაობისთვის. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები, დეტალური საუბარი, შედეგიანი შეხვედრები. შედეგები აისახა კიდევაც იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც გუშინ და დღეს ვიხილეთ უნგრეთის მონაწილეობით ევროკავშირის დონეზე. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახით. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული და ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი სწორედ ნაცვლად იმ პოლიტიზირებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკური იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ქართველებისთვის თავზე მოსახვევად. ჩვენ ვისაუბრეთ, ვიცით რომ დავდეთ მთელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ მათ შორის ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის იმ ასპექტებზე, თუ როგორ წარიმართოს ეს პროცესი ისე რომ ამითი რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართველმა ხალხმა ერთის მხრივ და თავიდან ავაცილოთ ზიანი, რომელიც შეიძლება ზოგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ
მოუტანოს ამა თუ იმ სექტორს თუ ამა თუ იმ ჯგუფ საზოგადოების. ასე რომ მიხარია რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზეც მინდა კითხოთ ბატონ შავა. თქვენ იცით რომ ოპოზიციამ გააგზავნა წერილი საქართველოს დელეგაციისთვის საპარლამენტო ასამბლეაში მანდატების შეჩერების საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ერთის მხრივ მოლოდინი და მეორეს მხრივ თქვენი ოპონენტების მორიგი ეს ცდილობა როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ? რას წარმოადგენს ოპოზიციის ყველამ კარგად იცის და ასევე ვიცით ვინ არიან მასი მათი მფარველები, ევროპის სახალხო პარტია. ეს ის გაერთიანება არის შეგახსენებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დახსნას ცდილობს ციხიდან ადამიანს, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და მას უწოდებენ მოდერნიზების და დემოკრატიის მაგალითს ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არიზიარებს, ამიტომ ევროპული სახალხო პარტიის ინიციატივა იყო, იცით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის ასე ვთქვათ კეჭისხაზე დაყენების საკითხი და მათი მოკავშირე და მათი ასე ვთქვათ მარიონეტები არის ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართული ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს საქართველოს რაიმენარად დააზიანოს იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მიაღწევენ თავის შედეგებს, შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს შეყვანა ესკალაციაში რუსეთთან. ასე რომ ეს პროცესი ხედავთ, რომ ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართული ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, რომ არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის მცდელობებს ასამბლეის წევრები და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. ასამბლეის მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. თუ კი ახლა თვალებს დახუჭავენ და აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში და რიგ შემთხვევაში ცრუ ნარატივებში, ეს საბოლოო ჯამში მათ თავად იმ ხალხს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, მათ დააზიანებს. საქართველოსთვის ახლა ეს ამ მხრივ იქნება რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან. და დიპლომატიურ პასპორტებზე უნგრეთის გადაწყვეტილება ვნახეთ და ამავდროულად ისწავლ სლოვაკეთი ხოჭინა ფაქტები. კიდევ ერთხელ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვათ უნგრეთის პოზიცია და ბუდჯეტ დავამატებ, აი მიზეზად დასახელდა ისევ და ისევ ის კანონები, რომლებიც მიიღო, ხო, პარლამენტმა. თქვენ მიაწერეთ, რატომ გახდა მთავარი პრობლემა და ეს კანონები სწორედ გუშინაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულყოფილთა დაცვის კანონი და გამჭირვების კანონი. მე ამ გადაწყვეტილებას უყურებ როგორც პოლიტიკურ შურისძიების ცდილობას ქართული ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების ცდილობა ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში. ნახეთ პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას, დანიის სახელმწიფო მაგალითად და ასე შემდეგ და ეს არის ჩვეულებრივი ცდილობა, რომ დასაჯონ ქართული ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართული ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე. ეს ერთი. მეორე, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია საერთაშორისო შეთანხმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც 2010 წელს არის დადებული. იქ პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში შეაჩეროს ესა თუ ის მოქმედება. თქვენ თუ შეხედავთ, აქ არის სულ სამი შემთხვევა. ერთი ეს გახლავთ ჯანდაცვის საკითხები, ანუ თუ რაღაც პანდემია ან ასეთ საკითხი არის ამ დროს შეჩერება. მეორე ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით და მესამე ეს გახლავთ რაღაცა ბოროტად გამოყენება ამ ასე ვთქვათ პროცედურების. არც ერთი ასეთი შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს, როდესაც საუბრობენ
რაღაც კანონებს. ამიტომ ცოტა საეჭვო არის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ჯერ არ გვინახავს სხვათა შორის, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ხრივ დაინტერესდება თუ რა სამართლებრივ საფუძვლებზე იყო ეს დამყარებული. და მესამე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს. 2010 წელი შეგახსენებთ მოეწერა ხელი. ეს ის პერიოდია, როდესაც არის პიკში მისული წამება საჩახსულების დაწესებულებაში, როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, გუტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზრაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როცა დახურულია იმედი, წართმეულია რუსთავი 2, როდესაც გაყალბებულია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. აი ეს ყველაფერი მომხდარია და ამ დროს ბრიუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები, ზუსტად აი ოფიციალური პირები, უვიზო მიმოსვლით. ხოლო ქართველი ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიგო მაშინ ბრიუსელმა. 7 წელი საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ვიზას ვიღებდით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის 2010 წელს უვიზო მიმოსვლა დააწესეს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, აი 7 წლის თავზე და ქართული ოცნების ცდილობის შედეგად ქართულ ხალხსაც გამოიღო ეს წყალობა ბრიუსელმა. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე თითქოს დემოკრატიული უკუსლა თუ დემოკრატია და ასე შემდეგ არის მათი განსაზღვრება, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. როდესაც 2010 წელს ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელებისთვის გაქვს უვიზო რეჟიმი დაფუძნებული და შემოღებული. ახლა საუბარი იმაზე თურმე რაღაც დემოკრატიის მიმართ გრძნობელობა აქვს, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. რაც შეეხება კიდევ ერთხელ საფუძვლად აღებას გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, ну ეს საერთოდ აბსურდი არის, როდესაც ამბობენ იმაზე, რომ იმის გამო რომ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვით ადრე ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება გამოიდოდა იმაზე რომ არსებობს დიახაც ორი სქესი, ქალი და კაცი, აი ეს საქართველოს პარლამენტმა თქვა, თურმე ეს რაღაც გაღიზიანებას იწვევს ბრიუსელში ზოგიერთ ჩინოვნიკს შორის, არ ვიცი ხა ასაპირებენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუქმნა ერთი უვიზო რეჟიმი მათ დიპლომატებს ნახოთ აქაც თუ იქნებიან ასეთივე თამამები, იქნება ასეთივე თამამი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ეს შეეხება პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს და მეორე გამჭვირვალობის კანონი. ანუ აქაც ხო ჩანს რას ვითხოვთ ჩვენ რომ იყოს გამჭვირვალე თანხები, მათ შორის ვიცოდეთ ევროკავშირის ბიუჯეტი რაში იხარჯება. დღემდე საქართველოში მოქმედებს ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებს პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არაერთხელ აღიარებული აქვს სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატ ჩემთან პირადად შეხვედრების დროს და ვამბობთ რომ უბრალოდ გაასაჯაროოთ ასაფინანსებთ და იმის ნაცვლად რომ გამჭვირვალობაზე იზრუნონ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლებამ გაბედა და მოითხოვა გამჭვირვალობა უცხოურ დაფინანსებას, ეხლა უნდა თუ დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ თავად ეს გადაწყვეტილება რომ არის დაცლილია შინაარსისგან იმ მხრივ რომ ნახეთ ჩვენ მათ შორის უნგრეთის ხელისუფლების განცხადება რომ ისინი არაპირებენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას უნგრეთის ტერიტორიაზე, ну ესეც აჩვენებს რომ ეს იყო მცდელობა როგორც ჩანს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების ევროკავშირში რომ დაესაჯათ ქართველი ხალხი და კარგია რომ გამოჩნდა უნგრეთის სახით ხელისუფლება რომელმაც არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია ამ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პირდაპირ განაცხადა რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთში არ აპირებს. შეიძლება საუბრობთ ამ ნახოთ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის თუ კი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება ვიზის აღება საჭირო, აიღებს ვიზას ადამიანი, ხა ესეც არ არის პრობლემა, ხომ? ანუ კიდევ ერთხელ უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, რომ რამდენად არაევროპული, რამდენად მათ შორის რაღაცნაირად დაბალი საქციელი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაცა იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ახლა ამასაც ხედავთ, როცა განსაკუთრებით გესაუბრებიან
დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გუშინ მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში შარშან ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ იქ ადამიანი კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში, რომელმაც ტელევიზიის სქემები იყო იმედის და რუსთავი 2-ის ტელევიზიის წართმა ფლობელისგან ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი და ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და მე იმ კაბინეტიდან ქართულ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიაზე და სამართლზე დაფინანსების საკითხს. აი ჩვენ რამდენიმე ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის თანამშრომლები არიან შვებულებაში გაშვებული, ეს გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ზოგიერთი მათგანი არის იძულებით შვებულებაშიც გაშვებული და მათ ასე ვთქვათ ბრალდებათ იმაში, რომ გვირდისავლას ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის. ჩვენთანაც მოქმედებს ხო ეს ორგანიზაცია ფინანსდება, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს უკვე საქართველოს კონტექსტში? ვერ გეტყვით, თუმცა USAID-თან დაკავშირებით იცით, რომ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში. და მათი მონაწილეობა იყო პირდაპირ ამ ყველაფერში და მე მათ შორის ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების ხრი იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებული იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური შედეგების გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც კინაღამ საზოგადოება არეულობამდე მიიყვანა, ამიტომ გარდა და ესეც არის საერთო ჯამში საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა, მე გამიკვირდა კიდევაც სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება რიგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილზე, ასე ვთქვათ, გარკვეული არეულობის, ასე ვთქვათ, შეტანაში და მათ შორის აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეულ ასეთ სახის ასე ვთქვათ, ღონისძიებებთან თუ აქტივობებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ USAID-ს რაც შეეხება, არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, მე ვისურვებდი, რომ გამოძიებული იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელებაში, მზად ვართ მათ შორისო ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან ზუსტადად ჩვენ და მე პირადად USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, რომ თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყოს სწორი და მე აღმოჩნდა ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელობამ ზუსტად იცოდნენ, რომ იყო ყალბის შედეგები, რომელსაც ახსენებდა ისვედი და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ატყუებდნენ ქართველ ხალხს და ხელსაფარებდნენ ისვედის მაშინდელ თანამშრომლებს. აი, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ის გამორომ შესაძლოა ეს არ ემსახურებოდეს დაფინანსება ამერიკის საუკეთესო ინტერესს, ხო, სხვა ქვეყნებში. გავლენა შემცირდება ეს საფრთხეები, როგორი მე ერთ რამეს ვისურვებდი და იმედია რომ აქეთ წავა ეს ყველაფერი. ჩვენ განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის პირობებში ვიხილეთ, რომ საერთაშორისო დახმარება, ანუ ჩვენ ხედავდით გარკვეულწილად ფარისეულურ პოლიტიკას ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით, როდესაც უცხოელი აქტორები, თქვათ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი წარმომადგენელი, რაღაც ასე თქვათ მეორვეთ და მზრუნველად გვევლინებოდა ქართული სახელმწიფოსი თუ ქართველი ხალხის. და გვეუბნებოდნენ რომ რაღაცას აკეთებენ არა იმიტომ რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიდან მოქმედებენ, არამედ ჩვენი ინტერესი, ქართული ხალხის ინტერესით მოქმედებენ. ხალხი, რომელსაც არ არის ლეგიტიმაცია ქართული ხალხისგან არ აქვს და რომელსაც ერთადერთი ფიცი საკუთარი ქვეყნის და საკუთარ კონსტიტუციაზე აქვს დადებული. რაც განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა არის ის, რომ ჩვენება იმისა, რომ ყველა და მიღება იმისა, რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს, ყველა ერი მოქმედებს საკუთარი ინტერესით. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს საკუთარი და მხოლოდ საკუთარი ინტერესით, ასე მოქმედებს ქართველი ხალხი საკუთარი ინტერესით. ამიტომ ჩემი ოპტიმიზმი და იმედი არის ის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაც ამას დაეფუძნება, რომ ამერიკელები ვკითხავენ ჩვენ რა არის ჩვენ ინტერესში, გვეტყვიან რა არის მათი ინტერესი, მათ შორის ჩვენ
ურთიერთობასთან, ჩვენ ურთიერთობის მიმართ და ამ ორი ინტერესის შეჯერებით და შეთანხმებით გვექნება შემდეგ თანამშრომლობა და არა ისე, როდესაც მოდიოდა ყოფილი ზოგიერთი დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატების და სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის არჩეულ პირებს ელაპარაკებოდა ქართული ხალხის სახელით. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს, როდესაც უცხოელები საუბრობენ ქართული ხალხის სახელით, რომელსაც საქართველოში ხილის და ხაჭაპურის იქით არაფერი გაუგიათ. არ ჩვენი ისტორია იციან, არ ჩვენი კულტურა იციან და არც ის იციან, რაც გვაწუხებს და რა არ გვაწუხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. შეიძლება საუბრობ ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინ კითხეთ კიდეც, რომ ამერიკულმა გამოცემა The Hill-მა გამოაქვეყნა თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილის ციტატა, სადაც ის დონალდ ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ სათამაშო მოედნად გამოიყენებინა საქართველოს, თუმცა შემდეგ სტატიის ავტორმა ჩაასწორა ეს ციტატა, ასე შტატებმა უნდა გამოაცხადეს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. გაირკვა, რომ სტატიის ავტორი არის ვინმე კელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მაკეინის ინსტიტუტის ღონისძიებებში. და დავამატებ ამ კითხვას, ეს ციტატა ისე შეიცვალა, რომ ამის შესახებ არ იყო ცნობილი, მათ შორის არც იმ გამოქვეყნებულ სტატიაში და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა პრესამ გააზიარა ეს სტატია და მათ შორის მოყვა პოლიტიკური შეფასებები, აი თქვენი აზრით, ვის ინტერესებშიც შეიძლება ყოფილიყო ზურაბიშვილის ამ მძიმე განცხადების გამოსწორება? თეთრი ძაფით ნაკერი საკითხები არის, სალომე ზურაბიშვილი არის მაკენის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი და მოქმედებს მაკენის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. აი ეს არის, რომ დღის იბძისით უბრალოდ საკუთარი დაქირავებული ადამიანებს არ ევცნობირო საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს არ ევინო სიტუაცია საქართველოში. არაფერი ხარ ეს ჩავლილი ამბავია, რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მაკენის ინსტიტუტიდან ვიცით ახლა უკვე ერთი ლორა თონტონი, მეორე სალომე ზურაბიშვილი, ვიცით რომ არც ერთს და არც მეორეს ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე აუნდათ. აბუ-დაბიში ვიზიტთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, იცით რომ პრემიერ-მინისტრი არის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა 6 მილიარდის. თქვენი აზრით ეს ერთის მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ ჩვენი მოქალაქეების? მართლაც ეს არის ისტორიული შეთანხმება, თავისი მოცულობიდან გამომდინარე, 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიცავს ეს შეთანხმება და ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გავლენა იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის დაზე. ზუსტად ეს არის, რასაც აკეთებს ქართული სახელმწიფო მაშინ, როდესაც სხვადასხვა უცხოური ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ ეკონომიკას, მათ შორის ოპოზიცია დღეს ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ რაიმენაირად დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რათა ჩვენი ძლიერი სვლა და განვითარება ეკონომიკის რაც გვაქვს რომ შეასუსტონ. ამის მიუხედავად ხედავთ, რომ ტრებისთვის ასე ვთქვათ თვალის დასაწყისად ჩვენ წინ მივდივართ და ზუსტად ეს შეთანხმებაც ამის ნიშანი არის. საქართველოს აქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის საქართველოს გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მთავარ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ქართულ ხალხთან ერთად, რაც არ უნდა ბევრი ეცადონ შიგნიდან თუ გარედან, რომ ამ გზიდან გადაგვახუროს. ბატონო შავა, ამ ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელზეც ახლა საუბრობთ, ოპოზიცია ეძახის ფლებს. ამბობენ, რომ ამ მასშტაბურ ინვესტიციას საქართველოში მომავალი არ აქვს. რას უპასუხებთ თქვენ კომენტებს? ოპოზიციის და სხვა მტრების ჯინაზე ეს შეთანხმება, ეს ერთი შეთანხმება დაიდო, მეორე შეთანხმება შესრულდება საქართველოს ივლის წინ, ხოლო დაბოღმილი და გაბოროტებული ოპოზიცია დარჩება იმ პროცესების მიღმა, რომელიც მიღმაც ისედაც დარჩენილი არიან, როდესაც ყოველ ჯერზე მოსახლეობა მათ უარს ეუბნება რაიმენაირად მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლებაში. და ბოლო კითხვა მაქვს, მთავარი არხი ახალ დირექტორს გადაუხუაშოს არხის მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს, მედიის დახურის მცდელობას კი ქართული ოცნების ინტერესს უკავშირებენ. ეს ისრები აქამდეც მოგვისმენია ამ არხის წარმომადგენლებისგან, რომ რაღაც ინტერესი შესაძლოა მართო პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს, თქვენ რომ შეფასოთ მოვლენები, რომელიც ახლა იქით არის. მთავარი არხი ეს პროპაგანდისტული მედია არის, ზოგადად პროპაგანდისტული მედიას რაც შეეხება,
აქ რამეს ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი, ვიცით რომ სამწუხაროდ ზუსტად რომ პოლიტიკურ პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა, როგორც ჩანს ახლა ამ პარტიას შიდა დაპირისპირება აქვს. ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ.